ფოთში მცხოვრები დევნილი ბავშვებისთვის ცურვის შესწავლის უფასო პროგრამა იწყება. ქალაქში რეგისტრირებული 4-დან 16 წლამდე ასაკის 50-მდე ბავშვი ორთვიან სასწავლო კურსს ფოთის საცურაო კომპლექსში გაივლის. პროექტის დასასრულს გაიმართება ტურნირი, რომელიც 3 ასაკობრივ კატეგორიაში ჩატარდება. აღსანიშნავია, რომ მაღალი მოთხოვნის გამო მონაწილეთა შერჩევა სპეციალური კომისიის მიერ მოხდება. ეს გათვალისწინებულია 50 დევნილ ბავშვზე. პრიორიტეტები არის ჯანმრთელობის მხრივ ისაცირდება ცურვა, სოციალურად დაუცველებზე, ობოლი, მრავალშვილიანი და შემდგომ ბოლოს საზოგადოებრივად აქტიური ოჯახის მოზარდები. 2 თვის განმავლობაში იქნება ჯერ ვარჯიში, ესე იგი ცურვის შესწავლა, ბოლოს ჩატარდება ტურნირი. ცურვაში 3 ასაკობრივ ჯგუფში, ბავშვების დაჯილდოებით, საპრიზო ადგილებზე მედლებით, პირველი ადგილი თასი იქნება კიდევ. და ყველა მონაწილეს მიეცემა სერტიფიკატი იმის შესახებ, რომ მიიღო მონაწილეობა ამ პროგრამაში. მიზანი არის, რა თქმა უნდა, რომ ბავშვებმა შეისწავლონ ცურვა. აფხაზეთის სრული სანაპიროზე იყო კამპინილი. საერთოდაც გვინდა საწმოსო სპორტის სახეობების განვითარებას მიუხედავად დევნილ ბავშვებში. გამოვღვევოთ სიყვარული აფხაზეთისადმი და შევამზადოთ იმისათვის, რომ ღირსეულად დაბრუნდნენ აფხაზეთში. დევნილი ბავშვების პროგრამა ხორციელდება ფოთის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს ინიციატივით, ასევე კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს პროექტის ქალაქ ფოთში დევნილი ბავშვებისთვის ცურვის ტურნირისა და მოსამზადებელი პერიოდის დაფინანსება ფარგლებში. პროგრამაში მონაწილეობის მსურველებს შეუძლიათ დარეგისტრირდნენ 28 სექტემბრამდე. საკონტაქტო ტელეფონები 551 91 25 91 599 70 27 20.